მოკლედ ესე დგას საკითხი. ძალიან დავიყალე. ცხოვრების დიდ ნაწილს ხარჯავ იმის ანსოლოდ რომ უბრალოდ საჭმელი იშოვო რა. დამამცირებელია ეს და აბსოლუტურად აზრს მოკლებული ესეთი ცხოვრება ჩემთვის. მქონდა ძალიან დიდი ოცნება ბავშვობაში და პრინციპში ჩემს ქონებაში მთლიანად ცხოვრობდი ამ ოცნებაში და აზრადაც ვერ უშვებდი თუ შეიძლება სხვანაირად მომხდარი. ეს იყო სტანდარტული ოცნება ალბათ ბავშვის დიდი წარმატების მიღწევის რაღაც სფეროში, სპორტში ჩემს შემთხვევაში უნდა გამხდარიყავი ოლიმპიური ჩემპიონი ჩემს წარმოდგენებში. ეს იყო იმდენად რეალური, იმდენად როგორ თქვა, ახდენილი ოცნება რა თითქმის უკვე ჩემთვის. ისე რომ აი აგერ გავიგე რომ ანუ არ არის რეალური ეგეთი რამე არ იქნება. დავიბადე საქართველოში და მოვდივარ 26 წელიწადი უკვე ამ სპორტში ვარ. ცოტა გახურება, ვარჯიშის შემდეგ. ახლობით 9 წელია გადმოვედი იმ იმედით, რომ სლოვაკეთში მაინც რაღაც პერსპექტივა იქნებოდა უკეთესობის, მაგრამ ნუ ძალიან ბევრი ტრამვა, ძალიან ბევრი უსამართლობა, გამოუცდელობა და რა ვიცი, ბევრი მიზეზი იმისა. რომ ამ წარმატებას ვერ მივახციე. ამ გზამ რაღაცი როდის გადავხვია ესეთ რეალობაში, სადაც უბრალოდ ჩვეულებრივ მუშაობ. მიმუშავია სხვადასხვა ძალიან ბევრ ჩვეულებრივ მექანიკურ სამუშაოებზე. ისეთ დავიღალე ამით ყველაფრით, რომ გადავწყვიტე, რომ უბრალოდ არ შეიძლება ეს ერთელება და რაღაც უნდა შეიცვალოს და ვიცი, რომ თავისით არაფერი არ შეიცვლება რა. ჩვეულებრივად ცხოვრობ რა. არ მემეტება ჩემი თავი. ჩვეულებრივი სტანდარტული ცხოვრებისთვის რა. ერთი თავი მაქვს და მაგიტო. გადავწყვიტე შევცვალო რადიკალურად ჩემი ცხოვრება. გავიხსენე ჩემი ბავშვობის ოცნებები და მაქვს მიზანი. მაქვს ესეთი მიზანი, წავიდე დიდ მოგზაურობაში. ესე რომ ეგ არის მიზეზი ჩემი წასვლისა. ცუდად ვზნობ თავს და ისე ვერ გაგრძელდება. დიდი ხანი ვარ. სკეიტზეც მინდა და მეთქვა სკეიტზეც ნელა ვისწავლეთ რა. მაგრამ
ჩამოვარდი. ეგეთი ამბები. ყავს მოტოციკლი, რომელიც ამჟამად ყავს შესაკეთებლად. ხელოსანთან მაქვს გეგმა, სად უნდა წავიდე, მინდა წავიდე პორტუგალიაში სერფინგის შესასწავლად. და პორტუგალიის შემდეგ დავბრუნდე საქართველოში, როგორც ხდება ლიტერატურაში, როგორც ხდება ცხოვრებაში, დაბრუნება სახლში. აღარ მინდა დავბრუნდე გამარჯვებით.